რუსეთის ორი მხარე ისევ ცეცხლის კვამლშია გახვეული. უკრაინამ კრასნოდარსა და სტავროპოლის მხარის ქალაქ ნევინომისკში ვალდბერის საწყობები დაბომბა. აფეთქებების ხმა ისმოდა არმავირშიც, სადაც სავარაუდოდ ნავთობაზას დაესხნენ თავს. კრასნოდარის გარეუბანში მასშტაბური ხანძარია. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ცნობებით ვალდბერის კონკრეტული საწყობი 150,000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას მოიცავს და მასშტაბით ყველაზე დიდია სამხრეთ რუსეთში. ვახოსანაია დააკავეს ჟურნალისტს ხელბორკილების საცხოვრებელ სახლთან დაადეს. 14 დღიანი პატიმრობა სანაიას ლადო ბოჟაძესა და შალვა პაპუაშვილზე დაწერილი პოსტის გამო შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ცეკვავამ დღეს გამოაცხადა. საბჭოთა საქართველო რეალობა ხდება. ევროპარლამენტარი მიხაილ გალარი Facebook-ის პოსტის გამო ვახოსანაიას დაპატიმრებას ეხმაურება. ნუგეში არ არის ფაქტი, რომ რუსეთში მას ბევრად უფრო მკაცრ სასჯელს მიუსჭიდნენ. ეს მაინც აჩვენებს, რომ დღევანდელი საქართველო ევროპის ავტორიტარულ ნაწილში იმყოფება, წერს ევროპარლამენტარი. ალბი ჯეკ დენიელსის დამზადების ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 22,400 ლარის ღირებულების 300 ბოთლის სასმელი ამოიღო. პროდუქცია ერთ-ერთი დაკავებული საწყობში ინახებოდა. დაკავებულებს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.